Menstrualuri ციკლის აღდგენა მშობიარობის შემდეგ დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე, განსაკუთრებით კი იმაზე, აწოვებს თუ არა დედა ძუძუს ბავშვს, ანუ იმყოფება თუ არა ლაქტაციის პერიოდში. თუ დედა ძუძუთი კვებავს ბავშვს, menstrualuri ციკლის აღდგენა შესაძლებელი არის დაგვიანდეს რამოდენიმე თვემდე ან 1 წლამდე. ბევრ ქალს შესაძლებელი არის ციკლი არ აღუდგეს ბუნებრივი კვების პერიოდში, განსაკუთრებით თუ კვება არის ხშირი და ღამის საათებშიც. ეს ფენომენი ცნობილი არის ლაქტაციური ამენორიის სახელწოდებით და ის განიხილება ბუნებრივი კონტრაცეფციის ერთ-ერთ სახედ მშობიარობიდან პირველი 6 თვის განმავლობაში. თუ ქალი ნაწილობრივ კვებავს ან საერთოდ არ კვებავს ძუძუთი, menstrualuri ციკლი შესაძლებელი არის აღდგეს მშობიარობიდან 6-12 კვირის განმავლობაში. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ქალი იმთავითვე ხდება ფერტილური. ასევე უნდა აღვნიშნოთ, რომ ოვულაცია შესაძლებელი არის უფრო ადრე აღდგეს, ვიდრე menstruაცია. რა უნდა ვიცოდეთ? პირველ menstruაციას მშობიარობის შემდეგ ხშირად თან ახლავს უწესრიგობა. ის შესაძლებელი არის იყოს უფრო ხანგრძლივი, ძლიერი ან უჩვეულო. menstruაციის დაბრუნება არ ნიშნავს, რომ ჰორმონალური წონასწორობა აღდგენილია. ორგანიზმს შესაძლებელი არის დრო დასჭირდეს სრული ჰორმონალური ბალანსის აღსადგენად. ხოლო რაც შეეხება ორსულობას, ამ პერიოდში შესაძლებელია.